გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და იარაღის მოყვარულებო, რა საკვირველია. კიდე ერთი ვიდეოთი გავამდიდოთ ქართული YouTube-ი. ცოტა უკან მიიწიერა. ამ შემთხვევაში გვაქვს აი ესეთი კომპაქტური იარაღი, ქვია Z9, აი ესეთი აბრევიატურაა, შეხედეთ. აი აქ აწერია. თურქული არის. გამომშვები ქარხანა არის თუ კომპანია დერია. ამ კალიბრში დერია არ მისროლია. 12 კალიბრიანი პატარა იარაღებია, პომპები, ნახევრად ავტომატურები და რაღაცა. 12 კალიბრიანი, ეს არის 9-19 კალიბრი, ანუ ლუგერის ვაზნებს ისვრის. ვინც არ იცით, აი ესეთი ვაზნა არის ლუგერი. ეხლა ამისი მუღამი რა არის? პირველ რიგში რა მომწონს, არის პატარა. მაგრამ სტანდარტებში ჯდება ამისი ტარება შეიძლება. მოდი ეხლა უცებ ვთქვათ, პატრონმა რა დააყენა, მე პატრონი პროსტორეთ. აი ესეთი კონდახი იყენდა შეცვლილია. ტარი შეცვლილია, აი ესა, ხელის მოსაკიდი და აი ეს უკვე დაყენებულია და ესეც დაყენებულია. დანარჩენი რავი, ყველაფერი თავისი აქვს. მოდი ახლა ამის პლუსებს და ამას სამიზნე მოყვა თავისი? კი. პლასმასის, ხო? მოკლედ, მოდი ჯერ პლუსებზე ვილაპარაკოთ. პლუსები ის არის პატარა. ანუ კომპაქტურია, შეხედეთ. ჩათვალეთ, რომ დიდი პისტოლეტივით არის რა. ადვილი სატარებელია. რო თქვა რომ სუბუქი არა, იქნება დაახლოებით 2 კილონახევარი რა ხელში. ჭიდის გარეშე. ეხლა თვითონ მე პატრონემ რაცა თქვა, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რაზე თქვა რო თქვათ. არ მომეწონაო. ჭიდები აქ ცუდია. ანუ თუ ამას იყიდით, იცოდეთ რომ ჭიდი გამოსასვლელი გაგიხდებათ. გლოკის მჭიდი მიდის ამაში. ჩოულებრივ, აი ესეთი. ანუ ამის ყიდვა მოგიწევთ რა. თუ არ იყიდეთ და გაჯი უტდებით, ხო? იმას იზავს, რა ქვია. მაინც მერე საყიდელი გაგიხდებათ. დაიღუნაო რა, მე ეგეთი რამე არ გამიგონია. ცუდია. თვითონ იყიდა ესეთი 30-იანი მჭიდიც უყენდება. და გამოდის აი ესეთი რაღაცა, აი დიდი. ნუ შესახედავად ცოტა მახინჯია, მაგრამ 30-იანი რაში უნდა დაგჭირდეთ, არ ვიცი. ყველა ვარიანტში ჭიდის ყიდვა მოგიწევთ, ეგ ერთი. მერე სროლის დროს აი ეს მოირყაო, აი აქ, აი ეს მოირყაო სროლის დროს. აქ მოირყაო და აი ეს დეტალი უნდა გაჩვენოთ რა. აი ეს დეტალი, აი ეს შიგნიდან იყო ცოტა გაღუნული და გასასურვებელი გახდაო. ნუ ქარხნული წუნი. ეს იშლება ჩოულებრი, როგორც R15, ანუ აი ესეთი რაღაცა ხდება. ორ ნაწილად შეიძლება დაშალოთ. ზამბარა დევს შიგნით კონდახში. აი ამაში, უკან დამობრუნებელი ზამბარა. ავაწყობ. ნუ ყველა ვარიანტში 2400 ლარი ყიდაო. მე მაგალითად 2400 ლარი რომ მიმეც ამაში და ეგეთი რაღაცები დაჭირებდა გამწარდებოდი რა, იმიტომ რომ რატო ხო? ნუ ქონდა ეგეთი პრობლემები. კაი სააქ რო აი აქ. თვითონ ფერმა სადაც არის დამაგრებული. შეხედეთ აქ როგორ არის გადატეხილივით. სროლის დროს ზოგს ემართება ხოლმე ეს ტრიალებს რა. ნუ ღვთისწყალობით ეგ ამას არ ემუქრებენ, და ჩაჭილია. კი უფიქრიეთ, მაგრამ აი ეგეთი რაღაც იაღლიში ჭის. თვითონ გადატენვა. კაია რომ აი ამას რომ მოკიდებთ ხელს, აი ეს კბილს აქეთაც აღებს, ანუ აქედან შეგიძლიათ გადატენოთ და. წველზე როცა არის არიტენო. აი იმ წველზე არ გადაიტენებ. გადავიდა, გაისროლა. კიდე რაღაც აი აქ არ მომწონს, აი. შეხედეთ შუქზე. რკინა ნაჭამია რა. ორივე მხარეს.
ანუ აქედან შეგიძლიათ გადატანოთ, აქედანაც ორივე ხელითაც. ამას სხვანაირი ვარიანტიც აქვს. აი აქ მინახია რა, აი აქ გადასატენი. ხელს მოკიდებ და პირდაპირ აქედანა ტენით. ამას ეგეთი რამე არ აქვს. აი როგორი შთაბეჭდილება მრჩება, იცი? თვითონ იდეა კაია. შესახედაოდაც კაია, მაგრამ აი ეგეთი რაღაცა ნიუანსები რო არ მომწონს. კიდე იცი რა არ მომწონს, აი ეგ შეხედეთ. აი ეს არის როგორ გითხრათ რა, რაღაცაზე რო წამოვიდოს ეგრევე გაიხსნება, აი სუოდნავი ძალის დატანებაც არ უნდა რა. ძალიან ისეთია. ანუ თუ ესა გაქვთ გადატენილი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ტანსაცმელს შეიძლება ოდნავ გამოედოს და გაიხსნას. ან გახსნილი იყოს და დაიკეტოს. კარგი ისა აქვს რომ ცველი ორივე მხარესა აქვს აქედან და აი აქედან. ჭიდის ამოსაგდები აქვს ადვილი მისადგომი და აი ესეთი ბერკეტი აქვს აქა ტყვიასო მორჩება გადატენილი რჩება ჭისო გაუკეთებთ ამას მიაწვევი და უკან დააბრუნებს. ნუ რაღაცა როგორ ვთქვა რა როგორი შთაბეჭდილება მაქვს M4 რო ჩეხურ არის ესეთი ჩეხური პატარა იარაღები აი იმაზე რომ გადაამყნო რა ოღონდ მთლადაც რო ვერ მიემყნოს ბოლომდე რაღაცა ნიუანსები აქვს სამიზნეები მოყო მე პატრონი იძახი ის პლასმასის იყო ვიცი მინახია ფეგენი უხარისხო სამიზნეებია ნუ სამიზნეს ბოლო იყიდით ეგ არ არის პრობლემა მოგეთ ყველა ვარიანტში ან კალიმატორის ყიდვა მოგიწევთ იმ პლასმასის იმებს არ ენდოთ რა ნუ უნდა იყიდოთ რაღაცა ახალი სამიზნე და მჭიდი ყველა ვარიანტში უნდა იყიდოთ ეს შეგიძლიათ დატოვოთ ეხლა ეს არაფერის არ არის რა ქვია დისკომფორტს არ აქმნის ეხლა რაც აყენი ესენი კაია კაი ხარისხისა ეს დარეზინებული პლასმასია ხელს რომ მოკიდებთ ძალიან კარგად აჩდება რა ნუ ესეც რავი შეგიძლიათ დააყენოთ ეხლა ესე რატომ უნდა ესროლთ არ ვიცი მაგრამ ყველა ვარიანტში მე ისე ვარ მიჩეული რომ სწავლის დროს რაც შეიძლება დაბალი სილუეტი კონდეს რა რაღაც ესეთი და რამე არ იყოს კიდე კარგი რა არის იცით რომ აი ესე არ აკიდებთ ხელს აი ესე არ აკიდებთ ესე როცა გიჭირავთ იარაღი ან აი ესე აქ რაღაცა შორს გიჭირავთ ხო აი ეს არის გარეთ როცა ეს ტანზია მიდებული ხო ხედავთ კიდე ერთი კუთხე კიდე ამასო ხელი გაუშვა იარაღი მაინც ადგა და ეს ხელი ისე თავისუფალი მაგ კონცენტრაცია გაატანილი აქვს მარტო სასხლიზე რომ გავისრულო აი ესე როცა გიჭირავთ იარაღი ეს ამას აწვება რა და აქ ძალა ადგება მთელ მკლავს ღია და ამას ახლო ვერ მიიტანთ რადო საყრდენი არ აქვს ზუსტი სროლის და გინდა სწრაფი სროლისთვის ყველა ვარიანტში ჯობია რომ იდაყი ქონდეთ კორპუსზე მიმაგრებული და სამკუთხედი შეიქმნას და კიდე ერთი საყრდენი სროლის საერთოდ ხელსაც შეგიშლით მე იმას არ ვიძახი რომ ესე არ უნდა ისროლოთ მეთქი მაგრამ ჩემი საზრით ეს გაუმართლებელია რა ესეთი რაღაცა მოკლედ ეხლა მოდი ვნახოთ ვისროლოთ და ჩემ შეგრძნებებს გეტყვით რა ეხლა მე პატრონეს ამ ხელა მჭიდი ქონდა წამოღებული აი ეს დიდი ამას არ დაუყენებ იმიტომ რომ რავი ძალიან უშტოდ იყურება რა საბედნიეროდ გლოკის მჭიდი აღმოყვაჩნდა დავტენი სამცალ ტყვიას 35 მეტრზე ვისვრი და თვითონ სროლის დროს რა შეგრძნები მექნება მაგას გეტყვით რა ეს გლოკის მჭიდს რო უყედებთ აი ესეთი ხდება სროლის შემდეგ ჭიდი გამოიღეთ ჩაიხედეთ ვიზუალურად თუ ვიზუალურად არ აჩანს და სიბნელი ან ბინდი თითით მოსინჯეთ ყველა ვარიანტში და წამოვვნახოთ როგორ გავარტყი
საერთოდ არ მიყვარს ხოლმე რა კალიმატორებითა და შუშებით სროლა, მაგრამ რაც არის ეგ არის. მე დროთა განმავლობაში დაამუღამებთ რა. აჰა. სწრაფად კი ვესროლებ, მაგრამ წესით ხო აგე მომიტყია რა. ესე მოხდა სამივე, ერთი აქ, ორი აქ. ნუ შეჯგუფულობა აქ იარაღია, გასწორებულია. ნუ კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩემი განხილვა არ არის, ეს იარაღის განხილვაა. თვითონ ზოგადად ლუგერის ტყვეები კარგია. იარაღი სოლიდოს რყევები არ აქვს, რხევები არ აქვს, კარგად ისრის. რაღაც ზედმეტი მოწეულები არა აქვს. როგორ გითხრათ რა? მე ამ იარაღს არ ვიყიდით. იმიტომ რომ რაღაცნაირია რა. აი როგორ გითხრათ? Mercedes-ის რა ვარო BMW-ში ჩადგა, Chevrolet-ის რაღაცა ის ხიდი შეუცვალო მე ის დაუყოვნო. ყველა კაია თავისთავად, მაგრამ ერთად რო აწყობ. გამოგიოთ რაღაცა მონსტრი, აი რაღაც ეგეთი შაბიდილებას ატოვეს მთლიანი იარაღი. მაგრამ თუ გაქვთ ერთი მუღამია რომ მიზანში ისვრის და კარგია, შეჯგუფულობას აკეთებს, პირდაპირ გეტყვით რა ექსპლუატაციაში იქნება ჩმახი, იმიტომ რომ ამის დაშლა დავიწყეთ, აი ეს ჩხირი გამოვიღე. აქში გზამბარა ქონია, მიაწვა პატარა რაღაცა დეტალი გადმოაგდო აქ ბალახებში ძრის ვიპოვნეთ. და შიგინდანაც კიდე ერთხელ ვიტყვი რა, აი ეს იყო გაღუნულიო, ხარხნულათო. რავი, წუნი, მერე კი გამომიცვალესო, მაგრამ ეგეთი რაღაცები რო ხდება იარაღში, მაგრა არ მომწონს რა. ამის განხილვა დავამთავროთ ამითი, ზიცხრა, აი ესეთი აბრივიატურა აქვს. ამ ფასში ესეთი ჩეხურებიც იყიდებოდა, ის იყო სუფთა ჩამოყალიბებული, გაკეთებული იარაღი. იცით როგორ რაღაცა არის? იარაღს ეტყობა მაგალითად ავიღოთ ტეტე. ტეტე კოლტიდანაც არის ცოტა რაღაცები აღებული, ბრაუნინგიდანაც არის რაღაც აღებული და თავის დროზე ტეტემ რაღაცები ქნა, მაგრამ მაინც არ გაამართა, თვითონ რაღაცა ლეგენდარული იარაღი და რაღაცა ვერ გახდა. ანუ ვინც ეს ტეტე გააკეთა, თვითონ არ იყო მაგ იარაღის ავტორი, რაღაცებიდან აიღო და რაღაცა აწყო. ეგი რაღაც ეგეთი ისე რაღაცაა რა, რაღაცა კაი დეტალებიდან სხვადასხვა იარაღებიდან აღებულია, მე არის აწყობილი აი ესეთი რაღაცა. ტვინს ზალა აღარ დაატანეს რა. უნდა აიღეს იფიქეს, უკვე გაკეთებული, მოდი ავაწყოთ. კი აწყეს, ისვრის. მაგრამ ექსპლუატაციაში რას იზეს მე არ ვიცი. თუ კიდე ეს უახლები იყო და ესენი მოერყაო, რო იძახის მე პატრონი. ესეც რაღაცა ძალიან ისე დადის, მე არ ვიცი. უკვე საშვილიშვილო და რაღაც იარაღი არ არის. იყიდით თქვენ ხელში გაფუჭდება. ან კიდე მე რემონტები მოგიწევთ. ამით დავამთავროთ ამ იარაღის გახრო, კარგად ვზრუნდებოდ შემდეგ ვიდეომდე.